გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავ დაუმარცხებლის სერიალს. თან ახლა მეოთხე სეზონი ახალი გამოსულია, დამთავრდა ახლა. მანამდე ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. კაი, მოდი თავიდან იმით დავიწყოთ, რომ როცა ამ სერიალზე გავიგე, დიდათ არ დამაინტერესა, იმიტომ რომ ბოისის მსგავსად იყო მარველის და DC-ის პაროდია და არ მაინტერესებდა. მაგრამ რო დავიწყე ყურება, ჩამithრია სიუჟეტმა, ანუ ძირითადი ისტორია, რაც აქ იმან ჩამithრია. თან პირველი სერიის ბოლოს, პირველივე სეზონში plot twist-ი რო არის, მაგან განსაკუთრებით ჩამithრია, იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებული იყო. ხო და ჩაუჯექი ამ სერიალს, მე რამდენი წელი გავიდა უკვე გამოვიდა ახალი სეზონები, ეხა მეოთხე მორჩა. კაი, მოდი თავიდანვე ანიმაციით დავიწყოთ, ანუ თვითონ ტექნიკურად როგორ არის გაკეთებული. მე პირადად დიდად არ მაწუხებს, მაგრამ ეხლა არის ხოლმე რაღაცა სცენები, რაც მეც მაწუხებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად არის ხოლმე გაკეთებული. მაგალითად, მეორე სეზონში მარკის და ნოლანის ვილტრომელებთან ბრძოლა, ეს ნახევარი ფაითი არის გაკეთებული სტოპ კადრებით, ასე ვთქვათ. რაც რა თქმა უნდა, ეხლა მაყუთის დასაზოგადაა მთელი ამბები, მაგისთვის გააკეთეს. რამდენიმე სცენა არის ხოლმე კიდე ესეთი. ფანები ხშირად გამოთქვამენ ხოლმე, რომ ცუდი ანიმაცია აქვს, მაგრამ მე ძირითადად ეხა არ მაწუხებს ხოლმე. თან შეჩვეული ვარ და მაგიტო. აქ კიდე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ესეთი ანიმაცია იმიტომ აქვს, რომ კონცენტრირება გაკეთებული აქვს სტუდიას, რომ ტოპ სტარებმა გაახმოვანონ ეს სერიალი. ვინც ორიგინალში უყურებთ ამ სერიალს, გეცოდინებათ, რომ ძალიან ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ და შესაბამისად ამ კუთხით უნდათ წესით ფანების მოზიდვა და დანარჩენი ხა ანიმაცია როგორ იქნება გაკეთებული, იმას იმდენად ყურადღებას არ უთმობენ. თან როგორც ვიცი, მაქსიმუმ 10 ანიმატორი ყავთ, თან 1 საათიანი სერიებია და ძალიან დიდი სამუშაო არის, ასე ვთქვათ. მაგრამ რასაც აკეთებენ ამის იგით არ მიდიან ხოლმე. ხან ზოგჯერ ნაკლები ანიმატორები ყავთ და თან ძალიან ცნობილ მსახიობებზე აკეთებენ აქცენტს, იმიტომ რომ ეხლა კიდე დაანონსებულია, რომ მე მგონი ტომ კრუზი უნდა მოიყვანონ, რომ ვიღაცა გაახმოვანოს და ესეთი ტიპები რომ მოკავს ახლა, რა თქმა უნდა, მთელ მაყუთს ჭამენ და ანიმაციისთვის არ რჩებათ იმდენი, რომ ტოპ ანიმაცია იყოს. ფანების გაკეთებული რაღაცა ვიდეოები შემხვდა, სადაც აი უკეთესი ჩრდილები განათება და რა მთელი ამბები, ანუ რაღაც გადახატული აქვს რამდენიმე სცენაზე ისე, რომ ძალიან ხარისხიანი იყოს. ეს კი კარგი არის, მაგრამ იმდენად ხანგრძლივი ანიმაცია არის, ანუ ძირითადად 20 წუთიანები არის ხოლმე ეპიზოდები. არის 1 საათიანი რო არის თან ძალიან ცნობილი მსახიობებს ახმოვანებინებენ, არ დახარჯავენ მაგაზე ფულს. კაი, მოდი ახლა სიუჟეტზე გადავიდეთ. მთლიანი ეს მეოთხე სეზონი არის ვილტრომელებთან ომზე. და ბევრ რაღაცას ვიგებთ აქ, მაგალითად 40 ვილტრომელი რატო არის მარტო დარჩენილი, რა დაემართათ და ამას ნოლანის ახალგაზრდობის მოგონებებიდან გვიყვებიან. გავყვეთ ახლა პირველივე სერიიდან, ეს სერიალი ძირითად სიუჟეტურ ხას არ მიყვება ხოლმე მთელი სეზონი. თავიდან იწყებს ხოლმე დედამიწის ამბებით, აი მაგალითად რაში და მაფია ტრიალებს დედამიწაზე ვინ არიან, აი მაგალითად ეს ორი ტიპი, რომელიც ვილენი არის და ამ ორ შორის დაპირისპირება და მთელი ამბები, რაღაცები არის ხოლმე. ასე თუ ის საინტერესო არის, მაგრამ რაღაცა დიდი გრანდიოზული სიუჟეტი მაინც ძირითადი ხაზი არის. პირველივე სერიაში ვხედავთ, რომ Conquest-თან დამტრეული მარკი უკვე განკურნებული არის, ხელდაფეხი აქ აღდგენილი, ასე ვთქვათ და ამ რაღაცეებში აქ ჩასმული, იმიტომ რომ სესილს ხო ყველაფრის წამალი აქ თუ რამე მოგტყდა, ხან ხელებს ყიდულობს ხოლმე თავის მცველებს, ხან თვალებს, ხან თავი როა გაჩეხილი ყველაფერი ინკურნება ამ სერიალში მოკლედ. და ეს ხელფეხი ამ რაღაცეებში როა ჩასმული, დღე და ღამეს ასწორებს, რომ ეს პატარა ბოროტმოქმედები დაამარცხა. ამ სეზონში ფილერი სერიაც არის და მარკს ჯოჯოხეთში გამოიძახებს ის დეტექტივი, მცველების მკვლელობას რო იძიებდა და ნოლანს აბრალებდა. და ამ სერიაზე ხა ისეთი არაფერი არის სათქმელი, იმიტომ რომ ოკეი, კაი სერია არის, ცუდი არისო, გაერთობი, მაგრამ ძირითად სიუჟეტს გადახვეული არის მაინც. ერთადერთი რაც აღსანიშნავი არის ერთი გადაობა მომენტი ჩემი აზრით ამ სერიიდან, რომელთაც მარველს დაცინის ან აღნიშნავს წესით. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, აი როცა დიდ ორმოში ვარდებიან ქვემოთ რაღაცა გვირგვინი რო უნდა მოიპარონ. დიდი ხანი ვარდებიან და გადაობა დიალოგი არის, სადაც ეს დემიან დარკბლადი ჩაფხუტს იხსნის იფარებს წამებში და მარკიც ეკითხება ამაზე რატო აკეთებ ამასო. ამ ბოლო დროს სულ ნანოტექნოლოგიებს იყენებენ, მაგალითად ახალი კაპიტანი ამერიკა, რომელსაც დიდად არავინ არ თვლის ახალ კაპიტნად და ცალკე თემა არის ეს, მაგრამ აი ჩაფხუტს როგორ იხსნის იფარებს, ანუ წამებში, მაყუთი და დრო რო აქვს დაზოგი. უხარისხოთ რო არის გაკეთებული ეს, იმაზე არის გადაობა. მაგალითად Infinity War-ში ძალიან კარგად იყო გაკეთებული, რკინესკაცი ფორმას რო იცვამს
და ესე კი კარგი არის და ესე მოგწონს, მაგრამ როცა უცება სურათი ამოხდება ჩაფოდის და უკვე აცვია ხოლმე რაღაც ცუდად რო არის გაკეთებული იაფიანად. ეს არ მოწონს ხალხს ახლა ამ ბოლო დროს და იმედია შეცვლიან. დანარჩენი ისეთი არაფერი, ჩავლიან, ვიღაცას მოუგებენ, დაამარცხებენ და დაიმარჯვებენ, ბოლოს დაბრუნდება უკან მარკი. ოკეი, მოდი მთავარზე გადავიდეთ. ნოლანი და ალანი ჩამოდიან დედამიწაზე და მანამდე სერიებში გვიყვებიან, რას აკეთებდნენ, მოკავშირეებს აგროვებდნენ, რაღაცა ვილტრომელების წინააღმდეგ იარაღებისთვის აგროვებდნენ სხვადასხვა მატერიალებს, ასე ვთქვათ. წინა სეზონებშიც ლაპარაკობდნენ ამაზე, ნოლანმა წიგნები რო დაუტოვა მარკს. იქ იყო რაღაცა გზებზე საუბარი, რითაც შეიძლებოდა რომ ვილტრომელები დაიმარცხებინათ, ასე ვთქვათ. ბევრი რიბიალი არის ამ სეზონში. და პირველივე ყველაზე დიდი რაც არის, რატომ არის ასეთი ცოტა ვილტრომელი დარჩენილი. თურმე ის მოღალატე ტიპი, რომელსაც ოპტიმუს პრაიმი ახმოვანებს, არის ტიპი, რომელმაც გამოიგონა ვირუსი და თავისი ხალხი გაწყვიტა ამ ვირუსით. ანუ 99.99% მოკლა. მაგრამ რაც გამიკვირდა აქ ის არის, რომ ეს ტიპი არის ასაკიანი, ასე ვთქვათ, ვილტრომელებისთვისაც კი, იმიტომ რომ ჭაღარა არის უკვე ასაკიანს გავს და რა ვიცი, ალბათ 1-3000 წლის მაინც იქნება, ხო? 1000 წელი ხო ცოცხლობენ ეგენ. ხო და ის გამიკვირდა, რომ ამდენი წლის მერე გადაწყვიტა თავისი ხალხის წინააღმდეგ წასულიყო. რაც სისულელე იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ გვაჩვენეს ის მომენტი, რამ შეცვალა ეს ტიპი. ამდენი წელი, ამდენი 1000 წელი რაღაცას აკეთებ და ამ ბოლო წლებში გეხამუშა რაღაცა და ეხა გადაწყვიტე, არ ვიცი. ანუ ვიღაცა ახალგაზრდა ტიპი რო ყოფილიყო, რომელმაც ახლა დაიწყო მისიებზე წასვლა და ახლა თავიდანვე არ მოეწონა რაღაცა და ეგრე ყოფილიყო კიდე ხო? ან სიტყვაზე ნოლანი ჩასულიყო ვილტრუმზე, მერე 20 წელი რახან შეიცვალა დედამიწაზე, ამის გამო წასულიყო თავისი ხალხის წინააღმდეგ და ეგეგმა ეს ყველაფერი. ანუ ეს კიდე ხო, ანუ თვითონ ნოლანი რო ყოფილიყო ეს ტიპი, ვინც თავისი ხალხი მოკლა, იმიტომ რომ დედამიწაზე შეიცვალა, მაგრამ ეს ტიპი, რომელიც რენდომად 3000 წლის მერე მოეპრიანა თავისი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, არ მომეწონა, თან არ გვაჩვენეს რამ შეცვალა. და ცოტა გამიკვირდა ეს, მაგრამ კაი, გავატაროთ. ჩამოვიდნენ ალანი და ნოლანი დედამიწაზე, როგორც თქვი, მოუყვებიან რომ მოკავშირეებს აგროვებდნენ სხვადასხვა იარაღებს. მეხუთე სერიაც იწყება ამით. ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი სერია არის ეს მთელ სეზონში და შეიძლება ითქვას, რომ მთელ სერიალშიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ამ სერიაში. არის როგორც ემოციური მომენტები, ასევე ბრძოლის მომენტებიც. და თავიდანვე იწყება სხვადასხვა დიალოგებით, რომელსაც დიდი ხანია ველოდებით. მაგალითად, მარკს და ნოლანს შორის საუბარი, ასევე ნოლანის დიალოგი დებისთან, სადაც ბოდიშს უხდის იმ ყველაფრისთვის, რაც პირველ სეზონში გააკეთა. მე პირადად ყველაზე მეტად ამ შეხვედრას ველოდებოდი, იმიტომ რომ პირველი სეზონიდან მოყოლებული მაინტერესებდა რა ასეთყოდა ნოლანი დების და პირიქით და ძალიან კარგად იყო გაკეთებული ჩემი აზრით, ძალიან მომეწონა. ამის მერე იწყება ის, რომ მარკიც დათანხმდება, ოლივერიც წაყვება მათ და ხდებიან ხომალდში და მიდიან იქ, სადაც ომია, ასე ვთქვათ, ან ომი უნდა დაიწყოს და როცა ამას უყურებდი, მეგონა რომ ამ სერიაში რაღაცა ეს საუბრები დაამთავრეს, ეხლა ჩასხდნენ ხომალდში, წავიდნენ და ალბათ ბოლოს ვიღაცა გამოხდება და დამთავრდება სერია და შემდეგ სერია ბრძოლებით დაიწყებენ, როგორც არის ხოლმე. მაგრამ ეს სერია შუაგზაში ყოფილა თურმე, ამ სერიაში არის ბრძოლები. რაც ძალიან მომეწონა, რომ კიდე ერთი კვირა ლოდინი არ დაგვჭირდა, რომ ის გვენახა რაც ამ სერიის მეორე ნახევარში ვნახე. და რა ხდება ეხლა? წინ დაგხვდებიან ვილტრომელები და კონკვესტიც იქნება ამათ შორის. რა თქმა უნდა, გადარჩა პირველი სერიის კრედიტ სცენა, ვისაც გვქონდა ნახი, გაიქცევა. და სისილს რისი იმედი ქონდა, რა არკინა უნდა აეშენებინა ამის გარშემო, რომ დაეკავებინა. ხო და შეხვდება ამათ და უნდა იბრძოლონ ხა. მაგრამ სანამ ამ ბრძოლაზე გადავალ, უნდა შევეხო ოლივერს, იმიტომ რომ წადი შვილო, წადი სახში რა, არ არის შენი საქმე ეს ამ ვილტრომელებთან ომი და რატო მოდის აქ საერთოდ. ჯერ დედამიწაზე ურტყა კონკვესტმა, მერე ბრძოლაში კინაღამ სიკვდილს გადარჩა. რა ვიცი, ანუ რას აკეთებს აქ? ანუ ყველაზე სუსტი მებრძოლი არის, ვინც კი შეიძლება იყოს განსაკუთრებით ამ ომში. დედამიწაზე ძლივს უკაჩავს ვიღაცებს და კიდე აქ წამოეთრა, რომ 100 ჯერ ძლიერ ტიპებს ეჩხუბოს, ანუ გეხვეწებინა. დატოვეთ, სადმე დატოვეთ ეს ბავშვი, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აკეთებს და ტყუილად იმ ძიმე ტვირთი არის პროსტა დაყვება ამათ. და ეხლა მივუბრუნდეთ მარკს და კონკვესტს, რომლებიც ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და უდიდესი რემატჩი დაიწყო. ჩემი აზრით ეს რემატჩი იყო ფენომენალური, ჯერ კიდე მესამე სეზონის ფინალში, აი სასწაული ბრძოლა იყო, მთელი სერია ჩხუბობენ მარკი და კონკვესტი და აქაც გრძელდება ეხლა და რაღაცა ერთი ლეველით ზემოთ არის კიდე ეს ფაითი. იმიტომ რომ აი ბოლომდე მიდის ორივე, ანუ არც ერთი არ იხევს უკან.
წინა სეზონში ფინალში Conquest-ი რაღაც ძიდათ არ იბრძოდა მთელი ძალებით, ასე ვთქვათ, ერთობოდა და მაგიტო გაიწელა მთელი სერია ბრძოლა. ეხლა რა ხდება? ანუ მარკს გადაწყვეტილი აქვს, რომ იმენა უნდა მოკლას Conquest-ი და ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური და ფატალური და თუ რამე ალური არსებობს ყველანაირი არის აქ ამ ბრძოლაში. იმიტომ რომ ანუ ჯერ როგორ მთავრდება აი ხო აღრჩობს მარკი Conquest-ს და აი ყველაზე ისეთი საყურებელი არის, აი როგორ აცლის ამ ყველაფერს, გამოშიგნავს მარკს, ანუ მთელი ძალებით ცდილობს რომ გააჩეროს, რომ არ დაახრჩოს, აი ესეთი საშინელ უდიდეს ჭრილობას აყენებს და რაღაცნაირად უყურებ, რომ თან გონია რომ მოკვდება მარკი, თან ვერ ფიქრობ ამას, იმიტომ რომ წინ კიდე იმდენი სეზონია გადასაღები. წინ ამ სეზონში მარტო 3 სერია არის დარჩენილი კიდე. თავარ გმირს ხო არ მოკლავენ და რაღაცა ისე უყურებ, გაინტერესებს რა მოხდება და ძლივს დაახრჩობს ამ ტიპს, მოკლავს როგორც იქნა და რა ვიცი, ანუ ისეთი დასასრული აქვს, აი ყველაზე დიდი კლიფჰენგერი რას კი შეიძლება იყოს, ეს სერია არის, იმიტომ რომ ისე სრულდება, რომ ერთი კვირა უნდა ელოდო ეხლა რა მოხდება თუ გადარჩება ეს პერსონაჟი. ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი სერია იყო ეხანაც თქვი და რა ვიცი, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფინალი ამ სერიის იყო სასწაული. აი უსასწაულესი ჩემი აზრით. მოდი შემდეგ სერიაზე გადავიდეთ, რომელიც ცოტა ლაითი არის, იმიტომ რომ მარკის განკურნებას ეთმობა მთელი ეს სერია და ნოლანი და ოლივერი უვლიან, როგორ განიკურნება, დაიხილება მარკი, ნენელა უცდიან ამ პროცესს, თვეები გადის ამასობაში და წვერი გაეზრდება ორივეს, სამივეს, მაგრამ ოლივერი აქაც გვეტენება. ამასობაში ომი მიმდინარეობს ამ პლანეტაზე, დაადგებიან ვილტრუმელები და საინტერესო ის არის, რომ ვილტრუმელები აგებენ ამ ომს, მაგრამ ეხა მოღალატე ყოფილა ამ პლანეტაზე, ამის გამო დააქამბექებენ ვილტრუმელები, მაგრამ ამასობაში გავიდა დრო იმდენი, რომ მარკიც განიკურნა და მივედით იქამდე, რომ დაბრუნდებიან ამ პლანეტაზე, ომის მოგებაში რომ დაეხმარონ, მაგრამ ეს სამი რომ დაბრუნდებიან, ესენი დააქამბექებენ მერე ისევ, ვილტრუმელები დამარცხდებიან და უკან გარბიან. აქ უნდა აღვნიშნო ახალი პერსონაჟი რო შემოვიდა ამ სერიალში, ეს ტიპი, რომელსაც რეგენტს დაუძახებ, იმიტომ რომ ქართულად ეხა ტრაგი არ ჟღერს ისე, რომ მე არ მოწონს და რეგენტს დაუძახებ მოდი და ეს პერსონაჟი არის ტიპი, რომელიც ვილტრუმელების უფროსი არის, ასე ვთქვათ. და ვიცით, რომ ამ ტიპს სიტყვას ვერავინ ვერ უბრუნებს, ვერავინ ზედმეტს ვერაფერს ვერ ეუბნება, ვერ უბედავენ რომ ვინმე ეჩხუბოს, ისეთი ძლიერი არის. და ჯერჯერობით ამდენი სერია გავიდა, ამას ვერ ვხედავთ, მარტო ის ჩანს, რომ Conquest-ი რო დაუბრუნდება და ჩოქილი მიდის და რაღაც ელოდება რომ მოკლავს ან რაღაცა, ანუ იმასაც კი ეშინია, ანუ ეგეთი ტიპი არის, ამას გვაცნობენ. მაგრამ ამ ბრძოლის დროს დიდად თავს არ იწუხებს, რომ შემოვიდეს ეს წინა იმპერატორის თავის ქალა დააკდა გარბის, რომ წავიდეს ვილტრუმზე და იქ მოემზადოს საპასუხო შეტევისთვის. ამასობაში გადავდივართ მე-7 სერიაზე და ეს სერიაც არის ყველაზე მაგარი სერია ჩემი აზრით ამ სეზონში, მეორე არის ჩემთვის. ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ამ სერიაში. აქაც საინტერესო დიალოგები არის, საინტერესო ბრძოლის სცენები. ამ სერიაშიც და წინა სერიიდან მოყოლებული გადაწყვეტენ, რომ გაყვნენ რეგენტს თავის პლანეტაზე, სანამ შეიკრიბავს სხვა ვილტრუმელებს და იქ დაამარცხონ. დაადგებიან ამ ვილტრუმელებს ახლა ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, მაგრამ ოლივერს აქაც მოუბრუნდეთ მოდი, რომ წადი, გადი. არ არის შენი საქმე ყოფნა. ტიპს მიადგა, რომელსაც ვერც ერთი ვილტრუმელი ვერაფერს ვერ უბედავს და იმისკენ გაიწია, რომ რაღაცა დაეშავებინა. გეხვეწები რა, რატო არ ტოვებენ ამ ბავშვს? წადი შვილო, ხომალდზე ჭურჭელი გარეცხე, რაღაცა მიხედე და ალაგე, არ არის შენი საქმე ყოფნა, ხო? ზოლა იწყება, რეგენტი ჯერ მაინც არ ერთვება, სხვა ვილტრუმელებსაც ის რომ მოიშოროს ესენი, მაგრამ რა თქმა უნდა გაიწევენ ამისკენ და აქ ვიგებთ რატო ეშინიათ ამ ტიპის, რა ძალა აქვს ესეთი. იმიტომ რომ ნოლანი გაიწევს ამისკენ და პირველი რასაც ვხედავთ, რომ ისეც გლიჯავს თავის პლანეტაზე 2 წამში ჩააგდებს მეტეორიტით ეცემა, ისეთ ძლიერი დარტყმა აქვს და ამის მერე ჩაყვება რეგენტი ნოლანს პლანეტაზე. ნოლანის და რეგენტის დიალოგზე გავჩერდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის, თან ვისმენთ რა გამართლება აქვს ამ პერსონაჟს. იმას, რასაც აკეთებს ამდენი წელია, ამდენი ასეული წელია, რაღაცა გამართლება ხო აქვს და ამას გვიყვება. პირველი, რასაც გვეუბნება, არის, რომ იმას, რასაც სხვა პლანეტებზე აკეთებდა, რაც იყო ხალხის დახოცვა სიტყვაზე, ან რაღაცა ექსტრემალური ზომების მიღება, ამას ამართლებს იმით, რომ საჭირო იყო წესრიგის შესანარჩუნებლად. რაც ხა რამდენად გამართლებული არის ზოგადად და არა მარტო თავისი სუბიექტური მხრიდან, სხვა საკითხია კიდე.
და მეორე ის არის, რომ რახან ამდენი ვილტრომელი მკვდარია და ესე ცოტა არიან დარჩენილები, უნდა რომ თავისი პლანეტა აღადგინოს, სადაც ამდენი ხანია ცხოვრობს. და აქ საინტერესო არის ნოლანის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კიცე უარს ეუბნება. რამაც გამაკვირვა, იმიტომ რომ ამდენი ხანი, როცა შენ პლანეტაზე ცხოვრობ, შენი სახლი იქ არის, ამდენი ხანი ემსახურები იმას, რასაც ყველა შენიანი ასე უყოყმანოდ უარის თქმა გამეკვირდა. იმიტომ რომ რაღაცას ხო მაინც უნდა ნიშნავდეს, როცა 1000 წელი სადღაცას ცხოვრობ და იმას აკეთებ, რასაც აკეთებდი. რაღაცას ხო უნდა ნიშნავდეს. რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი მხრიდან ვეთანხმები, რომ ამდენი ხალხის ხო სხვა ჟილეტას ეხლა ჯობია, რომ საერთოდ არ არსებობდნენ ესენი. მაგრამ მე ხო იმ პლანეტის წარმომადგენელი არ ვარ და ეხლა ვინც იქ ცხოვრობს, ხო სხვანაირად ფიქრობს, იმათ სხვანაირად გონიათ. და მართალი გონიათ საკუთარი თან ნოლანის მხარეს რა ხდება ეხლა? კი, თავისი ცოლ-შვილი უნდა რომ გადაარჩინოს და სხვა პლანეტებიც, რომელსაც ვილტრომელები აწუხებენ, ასე ვთქვათ, მაგრამ იმ ტიპთან არის გუნდში, რომელმაც მილიარდობით თავისიანი მოკლა. ანუ თავის მხარესაც არ აქვს მაინც და მაინც ძალიან დიდი სიმართლე თვითონ ნოლანს. ანუ რაღაც ცოტა ყოყმას ველოდი, რომ რაღაცა ცოტა წავიდო და წამოვიდო და თითქოს, მაგრამ ეს გადაჭრით უარი არის. და თქვენ რას ფიქრობთ? მაინტერესებს, რომ დამიწეროთ კომენტარებში, ან ნოლანის გადაწყვეტილება ესეთი მტკიცე რო იყო, რამდენად ამართლებთ, ოღონდ ნოლანის მხრიდან, ჩვენი მხრიდან რომ ამართლებთ, გასაგებია. თან ეს გადაწყვეტილება იხა იმდენად მტკიცია, რომ თადეუსთან და თავის შვილთან ერთად ნოლანი გადაწყვეტს, რომ თავისი პლანეტა გახვრიტოს და გაანადგუროს მთლიანად. რაც კიდე უფრო სასწაულია, იმიტომ რომ რა ვიცი 1000 წელი შენ პლანეტა იცი როგორია, რას ემსახურებოდი და ესე ანადგურებ, რაღაც ცოტა გამიკვირდა. ესე იგი იმენა მტკიცე დგას თავის გადაწყვეტილებას. და რეგენს მიუბრუნდეთ ეხლა და რამდენად ძლიერი არის იმ დიალოგის დროსაც ჩანს, იმიტომ რომ როცა ვერ შეთანხმდებიან, ისეც გლიჯავს ჯერ თავისი მუშტისკენ მიიზიდავს, იმდენად ძლიერია, დარტყმამდე ჩანს რომ ძლიერია, გლიჯავს უკან გამოისვრის ამ პლანეტიდან მეტეორებით და რგოლებს გააცილებს, სადაც ამდენი მილიარდი ვილტრომელი არის მიმოფანტული. ამის მერე ვხედავთ, რომ იმდენად გამწარებული და გაცოფებული არის, რომ პლანეტას გაუნადგურებენ, თადეუსთან მივარდება და ეგრევე თავს წააწყვიტავს, რაც ნიშნავს, რომ იმდენად ძლიერია, ერთი დარტყმით შეუძლია, რომ ნებისმიერი ვილტრომელი მოკლას. თან ისე რომ უკან ვეღარ ადგას ვერც ერთ. მაგრამ მე რაც ხდება არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეგენს გაურბიან უკვე. მაგრამ რო დაიჭერს, კი დაზიანებებს მიაყენებს, ჭრილობებს მიაყენებს, მაგრამ არ კლავს. იმიტომ რომ როგორც ჩანს ყელში ამოვიდა ამდენი ვილტრომელის მოკლა. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ისეთი ბრტყელი პერსონაჟიც არ არის, როგორიც თითქოს ჩანს, იმიტომ რომ კი საშინელებებს აკეთებს, მაგრამ თავის პლანეტას ემსახურება და ახლა გადაწყვეტს, რომ არ მოკლას კიდევ დარჩენილი ეს ორი ვილტრომელი რანაირებიც არიან, რომ ეს თავისი ხალხი მაინც შეინარჩუნოს. ანუ რაღაცა სიმპათია მაინც აქვს თავისი ხალხის წინაშე, რასაც მაინც და მაინც ადრეულ პერიოდზე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ რენდომ ტიპი მოკლა, რომ რაღაცა არგუმენტში დახმარებოდა. ეს სერია მთავრდება იმით, რომ სად წავიდნენ, სად და მარკი ამბობს, რომ დედამიწაზე, მივლიან დედამიწაზე, მერე მარკი დაზვერავს სიტუაციას, რომ არავინ არ არის და დამშვიდებულია სიტუაცია. მერვე სერია არის ლაითი სერია, ასე ვთქვათ, აი ნარუტოში რომ ისიდან ბრუნდებიან და რა ხდება, როგორ ჩაიარა, სადმე გავლიან, შეჭამენ რამეს და მოიკითხავენ თავის ნაცნობებს და მთელი, ანუ რაღაცა ლაითი სერია არის, დამთავრდა თითქოს ყველაფერი, ჩამოვედით დედამიწაზე და ერთი ორი საინტერესო დიალოგი არის, მაგალითად ნოლანს და სესილს შორის. იმ თაზე, სადაც მარკს ურტყამდა პირველი სეზონის ფინალში, მაგრამ საინტერესო რაც არის ამ სერიაში არის მარკი, იმიტომ რომ ჰალუცინაციები აქვს. თუ როგორ კლავენ ეს ვილტრომელები, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ, თავის მეგობრებს, ხალხს საერთოდ პლანეტას როგორ ანადგურებენ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო სცენები არის და თითქოს რაღაცა PTSD აქვს მარკს. და კარგად არის გადმოცემული, მომეწონა. ასევე მარკს და ივს რომ მიუბრუნდეთ, ეხლა რა თქმა უნდა love story-ც არის ამ სერიალში, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი საშინელი სისხლიანი სერიალი არის. ერთი რაც გამეკვირდა კიდე არის მარკს და სესილს შორის დიალოგი, იმიტომ რომ არ ახსენებენ, რატო არის კონკვესტი ცოცხალი, რატო არ დაადგება მარკი სესილს, რომ რა ხდება, რა ამბავია. რაც ალბათ იმიტომ იყო, რომ რაღაც სრულიად განადგურებული არის ისეთი რაღაცეები გადაიტანა და შეიძლება შემდეგ სეზონში მოუბრუნდნენ ამ თემას. მაგრამ როდესაც გაფრინდება, რომ გული გადააყოლას ამ ყველაფერს, ვხედავთ, რომ კიდე ერთი ჰალუცინაცია აქვს და რეგენტი არის ჰაერში, მაგრამ აღმოჩნდება, რომ რეალობა არის თურმე მართლა ჩამოსულან, რაც მე მაგალითად გავხვრიტე, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ადვილი გამოსაცნობი იყო ჩემი აზრით. აქ საინტერესო დიალოგი არის, რეგენტს აქვს შეთანხმება მარკთან, რომ ამ ხალხში იცხოვრებენ
იღებენ და საერთოდ არ შეაწუხებენ, ანუ არ მეხები, არ გეხები დიალოგია. და მარკი კი უარზე იყო თავიდან, მაგრამ დათანხმდება მე, იმიტომ რომ თავზემოთ ზალა არ არის და ვერც დაამარცხებენ, ვერც მოკლავდნენ. ხა ისეთი იარაღები და რაღაცეები არ აქვთ დედამიწაზე, არც ეგეთი ძლიერი არ არის არავინ. შეთანხმებას მიაღწიეს. კრედიტ სცენას ვხედავთ კიდე, სადაც ალანს დაუტოვებს თადეუსი ვირუსს, რომელიც ვილტრომელების ამოსაწყვეტად გამოიყენა, ასე ვთქვათ. და ამ ვირუსზე საუბარი არის წინა სერიებშიც. ნოლანს ეუბნება, რომ ეს ვირუსი კიდე აქვს და ამაზე კამათობენ, რომ აღარ გამოიყენონ, რომ საერთოდ არ ამოწყდნენ ეს ვილტრომელები და თადეუსის დათანხმდება, მაგრამ ალანს დაუტოვებს ამ ვირუსს, რომ გამოიყენონ სამომავლოდ და ალბათ შემდეგ სეზონებში გამოიყენებენ. ზუსტად არ ვიცი. კაი, მოდი მოვრჩეთ აქ, ჩემი აზრით ძალიან მაგარი სეზონი იყო, ერთ-ერთი ტოპ სეზონი იყო მთელ სერიალში და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ სეზონზე. ასევე არ დაგავიწყეთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. დახვამდის.